მეგობრებო, ეხლა დანარჩენი სიახლეებთან დაკავშირებით, ეხლა ჟოზესთან ერთად ჩავიწერე ეს ვიდეო 75 ბანთან დაკავშირებით. ეხლა დანარჩენი რამოდენიმე სიახლე, სანამ სიახლეებზე გადავალ, მინდა გაჩვენოთ ჩემი კიდევ ერთი პატარა საჩუქარი. რომელიც საჩუქარი რა, სტატუეტკა შეუკვეთე ჩემი საყვარელი ჰეითერებისთვის. ჩიტა რა ლამაზია. ეს ვიცით, ხო? ეს ძალიან მაგარია, ეს მე მომწავ, ეს არის იმენა. მაგრამ მიყვარს ეს მომსპარი ხალხი. კი არიან გამოშტერებულები, მაგრამ ძალიან ბევრს აკეთებენ ჩემთვის, იცით? აი მართლა ძალიან ბევრს. For you. Dedicated just for you. See? Anyways. Okay. რაც შეეხება ვინც არის ჰადში ვინც არის ჰადი იცით რაც არის ხო ჰადში ჰადის დასახლება არის ასე რომ ვთქვათ და წესით უნდა იყოს მხოლოდ შეერთებული შტატების მოქალაქეები უნდა ცხოვრობდნენ ეს არის იაფასიანი სახლი ვისაც არ აქვს საშუალება სახლის ყიდვის რენტის და ასე შემდეგ $20,000 სახლებია და იქ სახელმწიფო ეხმარება და ასახლებს. ეხლა აპირებენ სადღაც 200,000 ადამიანი არ არის დავეტინგებული არ არის შესაბამისად არ ვიცი თუ ვინმე ხართ იცოდეთ წინა და არა ხართ მოქალაქეები და ცხოვრობთ ამ ჰაჯში იცოდეთ რომ თქვენი საემიგრაციო სტატუსის ვეტინგი იქნება და თუ არ ხართ მოქალაქეები, მათ შეუძლიათ რომ ეს ჰაჯში ცხოვრება შეწყვიტონ. ასე რომ ვფიქრობ რომ უნდა იზრუნოთ წინასწარ სხვა საცხოვრებელ ადგილს, იმიტომ რომ აი ამას აპირებენ, რა მხოლოდ შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის არისო ესეთი დაბალფასიანი სახლებიო განკუთვნილი, სხვებისთვის არავისთვისო. Okay, მოლდოვეთის მესამე ქვეყანისით დაწყებულია რა. Короче, ერთი 3 კვირის წინ გაუშვეს მესამე ქვეყანაში, მოლდოვეთში კერძოდ ჩარტერი გაუშვეს, მაგრამ მოლდოვამ არ მიიღო და აბრუნეს უკან. მაგრამ ეხლა ისევ დაიწყეს, ანუ ვინც ციხეზე ზია, განსაკუთრებით ლუიზიანაში, იცოდეთ რომ მესამე ქვეყანის თემა ისევ დაწყებული არის, კერძოდ მოლდოვა და კიდე ერთი ქვეყანა იყო, მაგრამ მოლდოვა ფიგურირებს უფრო მეტად. მოლდოვეთში აპირებენ გაგზავნას იმ ხალხის, ვინც ზის ციხეებზე. არჩეული აქვთ როგორც მესამე ქვეყანა. თუ პატიმარი ხელს მოაწერს. ხელს თუ მოაწერს, აი ის შემოდის და გეუბნება, ოკეი, მოაწერა ხელი. მიდიხარ მოლდოვეთში. თუ ხელს მოაწერ, გაუშვებენ მოლდოვეთში. Okay. და კიდევ ერთი რამ. 70 მილიარდიანი დაფინანსება მიიღო აისმა, რომ შეძლოს ოპერაციების აისმა სასაზღვრო და ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის რაღაც ნაწილმა, ადმინისტრაციული ხასიათის, მაგრამ ძირითადად დიდი ხანხარის გადარიცხული აისში, დიდი ხანხარის გადარიცხული გაყოფილია სადღაც 35 მილიარდი და კიდე 25 თუ რა მნიშვნელობა სასაზღვროს, CBP-ს და აისს აქვს მიღებული თანხები, რომ შეძლონ რაც შეიძლება მეტი ოპერაციების განხორციელება და ეხლა აისის ატრეინინგებენ რა ოფიცრებს ტრეინინგი მიდის რომ უფრო და უფრო მეტი. მოკლედ შეხედეთ როგორი სიტუაცია არის. ან შემოდგომაზე დემოკრატები ეს კონგრესში დემოკრატების მაჟორიტარობა იქნება და თუ არ იქნება და ისევ რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს, მაშინ წელს, მომავალ წელს, სანამ ტრამპი დაამთავრებს, ეს ფული დაფინანსება იქნება და იქნება ძლიერად გამოყენებული. ანუ ძალიან ძლიერი ინფორსმენტი იქნება და აისი არ დაიძინებს. ანუ წელს შემოდგომაზე, თუ დემოკრატებმა არ შეყვეს თავი კონგრესში, აისი full-blown-ად წავა და ტრამპის ადმინისტრაცია სრულად გაუძღვება ყველაფერს, რაც აქვს ჩაფიქრებული. Okay? მის პერიოდში.
და ვიზა დარღვეულებს რაც შეეხება. ახლა ეს 3-4 ის არის რა. ჩემთან ანუ მე 3-ზე ვიცი, ვინც ვიზა დაარღვია და ეხლა მოვიდათ სასამართლოში დაიბარეს. და რატომ მოხდა ეს? ანუ ამ ადამიანებს სამივეს ქონდათ პეტიცია შეტანილი. ერთ-ერთი ანუ შეიტანეს პეტიცია, ერთ-ერთი პეტიცია იყო ქორწინების გზა, მაგრამ არ გამოცხადდნენ ინტერვიუზე. ინტერვიუზე არ გამოცხადდნენ ქორწინების ინტერვიუზე. და ეხლა USCIS-მა გაუგზავნა მათ წერილი გადამისამართება საემიგრაციო სასამართლოში, okay? და წერილი როგორი შინაარსის არის. გვითხარი, რატო გადააცილე ვიზას? ანუ იმას კი არ ეკითხებიან, რატო არ გამოდი რატო არ მოდი ინტერვიუზე და რაღაცა. ხა პირდაპირ აწვევიან, ვიზა რატო გადააცილეო? რატო დარჩიო შენო აქო? როცა უნდა წასულიყავიო, რამ განაპირობა შენი ვიზის გადაცილება. თუ ვინმე ესეთ მასში არის და რომ აიცილო თავიდან ასეთი გადამისამართება, უნდა გამოჩინდეთ. You have to appear for your interview. ინტერვიუზე უნდა წახვიდეთ, it's okay baby, walk around. ინტერვიუზე უნდა წახვიდეთ, გაგზავნილი გაქვთ ქორწინებაზე, ხო უნდა you have to appear for an interview. თუ არ წახვალთ ინტერვიუზე, მოგივა წერილი. ვიზა გადაცილებულებს. რომ რატომ სასამართლოში მე უნდა იდგე და მოსამართლის წინაშე უნდა დაიცვა თავი, თუ რატომ რა იყო? Your chair is open. I know it is because you did that. Okay. ასე რომ ესეთი ამბებია რა. არ დარღვიოთ კანონი, გამოცხადეთ თქვენს ინტერვიუებზე, გამოცხადეთ ეპოინტმენტებზე, ვიცი ძნელი სათქმელია ესა, მაგრამ მხოლოდ კანონის ფარგლებში შევიძლია ვისაუბრო და ალბათ ამიტომაა რომ ჰეითერებს გონიათ. ამათ რა გონიათ, იცი ხალხო? მე გეტყვით ამათ რა გონიათ, რომ მე უნდა ვიჯდი აქ და ვისაუბრო. არა, დავაი, წადით ეს გააკეთე, წადით. უკანონო უნდათ რომ მე ვისაუბრო უკანონოზე და ეშლებათ ამ შერყეულებს, ხო ხვდები? ამგეს ეშლებათ, რადგან მე ყველაფერს კანონის ფარგლებში ვამბობ, მე არა ვარ ქართველების მხარეს, ხვდები? ასე ვიყავი მანამდე 4 წლის წინაც, 3 წლის წინაც, 2 წლის წინაც, ბაიდენის პერიოდშიც ესე ვიყავი, როცა ვაფშე ლიბერალურად იყო ყველაფერი. ხო და გადამყვანები ფეხი ფეხზე იგე და ხო ხვდები? მე იგივე ტაქტიკით ვსაუბრობ კანონის ფარგლებში, არ მაინტერესებს მე ეს ალბანელია, თურქია, ქართველია, ებრაელია, კანონი კანონათაა. ხო ხვდები? ხო და ალბათ ამაში ეშლებათ რა, მაგრამ თუ ვერ ხვდებიან, ახლა ეს მათი განათლების დონის ბრალია, იმიტომ რომ მე არ შემიძლია კანონს გადავაშორო, გადავწილდე და თქვა რომ ოკეი, რადგან თქვენ ქართველები ხართ, დავაი ეს გააკეთეთ, დავაი ესა. Fuck! I'm not going to a fucking jail for you. I mean, no, that's all right. It's right here. Don't. It's okay. No! მე ის კი არა ვარ, გადამყვანები რო არიან ახლა და ციხეს ებძვიან. მე არ მივიდა, არ წავალ ციხეში, მე არავის გამო, თქვენს გამო არ წავალ ციხეში. ანუ აქ მიჯდი აქან და ვიქაქანო არალეგალური. Fuck no, I'm not. დაიცავ კანონს მაგარი ხარ, არ დაიცავ და შენც რისკზე იყოს რა. ეგ ეშლებათ. All right, I gotta go. Bye kiddos.